სანამ სტამბულ ორამდე გადავალთ, მოდი მოკლედ გავაანალიზოთ, როგორ იცვლებოდა ფრონტი 2022 წლიდან 2025 წლამდე. მოკლედ რომ ვთქვათ, ფრონტი არ იცვლებოდა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იყო ხერსონის განთავისუფლება და ბოლოდან რაც გვახსოვს, უკრაინელების კურსკის ოლქში შესვლა იყო. წინა წლის აგვისტოს დაიწყო უკრაინამ კურსკის ტერიტორიაზე წინსვლა და ქალაქი სუჯეს კი აიღო. სუჯიდან 2025 წლის მარტს გამოვიდნენ და დღეისაც კურსკის ოლქში არიან უკრაინელი ჯარისკაცები, მაგრამ უკვე მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. კონფლიქტი უკრაინაში იყო გაყინული, ანუ ფრონტი არ იცვლებოდა და არც არავინ არ ცდილობდა, რომ ამ ომში მალე დაწყებულიყო ცვლილებები. ბაიდენის ადმინისტრაცია უბრალოდ აწვდიდა უკრაინას უდიდეს დახმარებას და ფრონტი არ იცვლებოდა. ყველა თითქოს მიეჩვია უკვე ომს და უკრაინაში ომი რომ არის, ეგ ჩვეულებრივ ამბავად იქცა ბევრისთვის. თუ ომის დასაწყისში ყველა აქტიურად უყურებდა უკრაინის მოვლენებს, ნელ-ნელა ყველა მიეჩვია ამ ომს. და ნუ როცა ფრონტი არ იცვლება და სერიოზული დიპლომატიური მოლაპარაკებები არ იგეგმება, ხალხის ინტერესიც იკარგება. ყველაფერი შეიცვალა, როცა ამერიკის პრეზიდენტი გახდა დონალდ ტრამპი. ტრამპი დასაწყისიდანვე ამბობდა, რომ მისი მთავარი მიზანი არის უკრაინის ომის დასრულება და დარწმუნებული იყო, რომ ომს ერთ დღეში დაამთავრებდა. როცა მე გაზრი მოვისმინე, ეგრევე მივხვდი, თუ რამდენად შორი იყო ტრამპი ან საერთოდ ამერიკის მოსახლეობა უკრაინის ომისგან. ეს პრობლემა იმდენად ძნელია, რომ 2014 წლიდან მთელი დასავლეთი, რუსეთი და უკრაინა ცდილობს ამ პრობლემის მოგვარებას. ეს არის კონფლიქტი, რომლის გადაჭრის პუნქტები არავის არ აწყობს. უკრაინას არ აწყობს ტერიტორიების გადაცემა გარანტიების გამო. ევროპა ვერ აძლევს უკრაინას გარანტიებს რუსეთის გამო. რუსეთს არ უნდა უკრაინაში გავლენის დაკარგვა და რა თქმა უნდა, ტრამპმა ვერც ერთ დღეში, ვერც ერთ კვირაში და ვერც ერთ თვეში ვერ შეძლო ამ პრობლემის მოგვარება. მაგრამ ტრამპს ვერ დაუკარგავთ იმას, რომ ის ლამისა აძალებს ორივე მხარეს, რომ დასწყდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და დაამთავრონ ეს კონფლიქტი. რაც არ უნდა ვთქვა ტრამპზე და რამდენადაც არ უნდა იყოს ტრამპის წინააღმდეგი. ტრამპი რომ არა, უკრაინის ომი ისეთივე გაყინული კონფლიქტი იქნებოდა, რომელშიც ყოველ დღე იღუპება უამრავი ადამიანი, მაგრამ არავინ არ აპირებს ამ ომის დამთავრებას. ტრამპმა პირადად გამოაცხადა, რომ არ აპირებს უკრაინის დაფინანსებას, თუ თვითონ ამ კონფლიქტიდან არაფერს არ მიიღებს. ტრამპის ამ გადაწყვეტილებაზე, რაც არ უნდა თქვა, ტრამპის ინტერესებში შედის ამერიკელების მხარდაჭერა და ამერიკელებს ძალიან არ უნდათ, რომ უკრაინის დაფინანსება გაგრძელდეს. მილიარდი დოლარების ხარჯვა უსასრულო ომში, რის გამოც ამერიკაში იწევს ინფლაცია და ფასები ამერიკელებისთვის ყველასთვის არა, მაგრამ უმეტესობისთვის მიუღებელია.